დღეს ჩვენი სტუმარია გადაცემის ახლო მეგობარი ვიქტორია საკუროვა, საკურა პროპერტის დამფუძნებელი. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობა მოწვევისთვის გიგა. სანამ გადავალთ უძრავი ქონების ბაზრის შეფასებაზე, მე მინდა უკვე საკურა პროპერტისზე ვისაუბროთ, როგორც საერთაშორისო კომპანიაზე და საერთაშორისო დიდი კონტაქტების მფლობელ მქონე კომპანიაზე. მეც აღარ გავაგრძელებ ამასთან დაკავშირებით და თავად დამფუძნებელს ვთხოვ სიახლესთან დაკავშირებით ემირატებში საამიროებში მოხდა თქვენი გასვლა. გითხარით მეტი ამასთან დაკავშირებით. მოკლედ იანვარში ჩვენ ჩავედით დუბაიში, გავიცანით დეველოპერები, ყველაზე დიდი დეველოპერები, ასევე გავიცანით საბროკერო კომპანიები, გავიცანით ბაზარს, შევისწავლეთ ის ძალიან დეტალურად. ეს უკვე იყო ჩემი მესამე ჩასვლა დუბაიში და ძალიან საინტერესოდ წარიმართა პროცესები, რადგან ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ბევრი მოთხოვნა არის ინვესტიციაზე საქართველოში, შარშან შემცირდა ეს მოთხოვნა გარკვეული მოვლენებიდან გამომდინარე და ვიფიქრეთ, რომ რა უნდა გააკეთონ ამ ინვესტორებმა, რომლებიც აპირებდნენ საქართველოში ინვესტირებას, ქართველმა ინვესტორებმა, თუმცა თავი შეიკავეს წლის ბოლოსკენ, მაგრამ უნდათ რომ დააბანდონ ეს ყველაფერი უსაფრთხოებაში და კარგ საინვესტიციო მომავალში. მოვიფიქრეთ, რომ დუბაი არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქალაქი მსოფლიოში, ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტიცია უძრავ ქონებაში და ზუსტად ამიტომ ჩავედი და გავაფორმეთ მემორანდუმი კომპანია Kalani Realtors-თან, რომელიც არის ჩვენი პარტნიორი კომპანია უკვე იანვრიდან და უკვე ძალიან აქტიურად მიდის ჩვენი პროცესებით, ჩვენს ქართულ მომხმარებლებს ვემსახურებით მათი დახმარებით, ჩვენ ვიწყებთ აქ პირველად მომსახურებას და ისინი უკვე აგრძელებენ დასასრულს, რეგისტრაციას და ამ პროცესებს. ძალიან საინტერესო არის ეს ყველაფერი და ყველაზე მაგარი კიდევ ის არის, რომ Kalani Realtors-ის დამფუძნებელი ჩამოვიყვანეთ ახლა საქართველოში, დავათვალიერებინეთ თბილისი და ბათუმი, გავაცანით ადგილობრივი დეველოპერები და პროექტები, ძალიან მოიხიბლა, რა კარგი გადახდის პირობები გაქვთო, რა კარგი პროექტებიაო, რა საინტერესოა და ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ეს ურთიერთობა გახდა ორმხრივი, გახდა ძალიან საინტერესო, გვიკავშირდება ბევრი როგორც საშუალო, ასევე მსხვილი ინვესტორი, ანუ როგორც $500,000-დან მილიონამდე, ასევე მილიონიდან ზევით და ეს ყველაფერი საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს. ძალიან საინტერესოა და ჩვენ დაუბრუნდებით საამიროების თემას და EMA ჯგუფს განსაკუთრებით, იმიტომ რომ შეუძლებელია ბაზრის წარმომადგენელთან კონდეს საუბარი, ხარისხიანი საუბარი და ამ თემას არ შევხვდით, მაგრამ სანამ გადავალთ ამ თემაზე, მე მინდა მიმდინარე წელი პირველი კვარტალი სრულდება, შევაფასოთ რა ხდება ბაზარზე, როგორ იცვლება ბაზარი გასული წელი, საკმაოდ რთული გქონდა, თქვენც არაერთხელ აღნიშნავთ ამასთან დაკავშირებით, როგორია პირველი კვარტალი და რა მოლოდინები გაქვთ მოკლევადი ამ პერსპექტივაში ბაზარზე. პირველი კვარტალი იყო საკმაოდ კარგი იმ თვალსაზრისით, რომ კრიზისული პერიოდიდან რო გამოდის ბაზარი კარგი, ანუ თუ თქვა წლის ბოლოს მოთხოვნა შემცირდა ძალიან, მაგალითად საოფისე ფართებზე, მაგალითად დიდ საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე, როგორც კერძო სახლებზე, ასევე ბინებზე, მაღალ ბიუჯეტიანზე, ახლა ვხედავთ ტენდენციას, რომ ნელ-ნელა, ვერ ვიტყვი ისევ ძალიან სწრაფად, მაგრამ ნელ-ნელა ეს ტენდენცია ბრუნდება. მაგალითად თუ საოფისე მიმართულებაზე მოთხოვნა ნოემბერ-დეკემბერში იყო ძალიან შემცირებული, იანვრიდან აქტიურად ვხედავთ კომპანიებს, რომლებიც გვირეკავენ, გვეუბნებიან, რომ დაგვეხმარეთ საოფისე ფართის მოძიებაში, ეს ძალიან სასიხარულოა, რამდენიმე დიდი გარიგება დავხურეთ უკვე ამ მიმართულებით წლის დასაწყისში, რაც ძალიან გვეხარია და ბაზარი ნელ-ნელა, ასე ვთქვათ, ცოცხლდება და ნელ-ნელა უბრუნდება წინა წლის დასაწყისის სიტუაციას, რომელიც ბევრად უფრო პოზიტიური იყო. ვერ ვიტყვი, რომ მთლიანად დაუბრუნდა, მაგრამ ნელ-ნელა უბრუნდა. ნაწილობრივ დაუბრუნდა. რომელ ქალაქში ოპერირებს საკურა პროპერტისი? საკურა პროპერტისი ოპერირებს თბილისში, თუმცა როგორც უკვე გითხარით, ყავს პარტნიორები დუბაიში და ბათუმში. ბათუმში იწყებთ ბათუმში თუ უკვე? არა, პარტნიორი კომპანია ყავს და პარტნიორი კომპანიით თანამშრომლობ. როგორია სიტუაცია ბათუმში? რამდენად განსხვავდება უძრავ ქონებაზე მოთხოვნა თბილისსა და ბათუმს შორის? კოლოსალური განსხვავება არის. TBC კაპიტალის ბოლო მონაცემებით 75% მყიდველების ბათუმში არიან უცხოელები და დანარჩენი საქართველოს მოქალაქეები, თბილისში დაახლოებით იგივე რიცხვია, ოღონდ პირიქით. რა თქმა უნდა, ეს გასაგებია, იმიტომ რომ ეს არის დედაქალაქი, აქ გვაქვს ეგ სიტუაცია, თუმცა კიდევ რა განსხვავებაც არის ბათუმსა და თბილისს დღევანდელ ბაზარს შორის არის ის, რომ თბილისში
მეორადი საცხოვრებელი უძრავი ქონების მიწოდება გვაქვს შედარებით უფრო დაბალი, ბათუმში გვაქვს შედარებით უფრო მაღალი, დეველოპერული მიმართულებითაც ბათუმში უფრო მაღალი მიწოდება გვაქვს, თბილისში უფრო დაბალი მიწოდება გვაქვს და მაგალითად თუ თბილისში გვაქვს ძალიან მაღალი მოთხოვნა მეორად უძრავ ქონებაზე, ოღონდ 1 და 2 საძინებლიან ბინებზე გვაქვს დღეს ეს მაღალი მოთხოვნა, ბათუმში მიწოდება არის უფრო მაღალი და მოთხოვნა არის უფრო დაბალი დღეს. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა უკავშირდება პოლიტიკურ სიტუაციასაც, თუმცა ასევე უკავშირდება სეზონურობასაც, რადგან ვიცით რომ ბათუმი უფრო აქტიურდება სეზონზე. როგორც კი სეზონს უახლოვდებით, ბათუმში გაყიდვებით ძალიან გააქტიურებულია. პლუს ბათუმში ახლა კარგი ტენდენცია რაც არის, ბათუმს ემატება ძალიან გამორჩეული პროექტები, მაგალითად გაიგებით ხელოვნური კუნძულის შესახებ, რომელზეც 2 დეველოპერული კომპანია იწყებს მუშაობას და უკვე გაყიდვები ჩაუშვეს და მათთან პრეზენტაციაზეც ვიყავით და ძალიან საინტერესო იყო საკმაოდ და ეს იქნება კიდევ ერთი მიზიდვის წერტილი ბათუმის უძრავი ქონებისთვის და მეც ყველას ვურჩევ რომ აუცილებლად გააკეთონ ინვესტიცია კუნძულზე, იმიტომ რომ აუცილებლად ღირებულება მათ გაიზრდება და ბათუმშიც მოლოდინია რომ კარგ პრემიალურ პროექტებზე არ დავარდეს ღირებულება ნამდვილად სტაბილურობა შეინარჩუნებს და თუ არა იწევა კიდე მოიმატებს აუცილებლად პარტნიორი ყავს თან საამიროებიდან რა ხდება ანუ რა განწყობებია MR ჯგუფის შემოსვლაზე საქართველოში, იმიტომ რომ იქაური პარტნიორი ყავს, იქაური თქვენი პარტნიორი, დარწმუნებულად ექნება ინფორმაცია ნამდვილად თანამშრომლობს აქტიურად MR ჯგუფთან. უყურებს ამ ყველაფერს და თქვენ როგორ უყურებთ ამ ხელა ინვესტიციას საქართველოში, ამ დონის ინვესტიცია არის უპრეცედენტო, შევახსენებ მაყურებელს რომ პირდაპირ უცხოური ინვესტიციების ჯამურად ყველა სექტორულად 2022 წელს მოხსენით დაახლოებით 2 მილიარდზე ცოტა მეტი იყო დოლარი, მაგრამ ამ შემთხვევაში მხოლოდ უძრავ ქონებაში შემოვა 3-5 წლის განმავლობაში 6 მილიარდი. კი ბატონო, აი როგორ შეიძლება შეცვალოს ამან ბაზრის კონjunktურა? ძალიან მიყვარს ეს შეკითხვა და ამაზე არაერთგვაროვანი პასუხი არის. ცალსახად დადებითად უძრავი ქონების ჭრილში, უძრავი ქონების სფეროს ჭრილში დადებითად, თუმცა ამას შეიძლება მოყვეს ბევრი გართულება და ბევრი ცუდი შედეგი ნაწილობრივ დროებით, ასე ვთვლი. MR-ის ინვესტიციას თავიდან ძალიან ბევრი დარგის სპეციალისტები ვუყურებდით სკეპტიკურად, თუმცა რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ხვდებით რომ ეს არის რეალური მოვლენა და უკვე ვმუშაობთ იმაზე რომ რა შეიძლება პოტენციურად მოხდეს იმ ტერიტორიებზე, რომლებიც არის MR-ის გარშემო და შევისწავლით ამ ტერიტორიებს როგორც თბილისში, ასევე გონიოში. გონიოში საკმაოდ საინტერესო ტერიტორიაზე ხდება ეს ძალიან ლამაზ ადგილას, ზღვასთან ახლოს, სიმწვანეში, ძალიან ლამაზია მართლა და გონიოს პერსპექტივას კიდევ უფრო ხედავ მაგალითად ვიდრე თბილისის ნაწილში. თბილისის ნაწილში, იმიტომ რომ უბრალოდ ეგ ტერიტორია ჯერ ისე არ არის განვითარებული. თბილისში. ეს ხო, კი ბატონო, ეს რუსთავამდე მიმდებარე ტერიტორია. კი, ზუსტად, ანუ ფონიჭალა, ანუ არ გვაქვს ფონიჭალაში პრემიალურობის შეგრძნება ჯერჯერობით, რასაც აუცილებლად შეცვლის არის ის, რომ თბილისის ის ნაწილი ღირებულების ნაწილში გაიზრდება აუცილებლად. ბევრი დეველოპერი, როგორც ქართველი, ასევე მე ველოდები, რომ უცხოური კომპანია, დეველოპერული კომპანია შემოვა და გარშემო რაღაცებს იყიდის და დაიწყებს რაღაცების მშენებლობას. ეს იმას ნიშნავს, რომ თბილისის ეგ ტერიტორია, რომელიც არასდროს არ იყო მიმზიდველი, იყო ქალაქიდან გასასვლელი, იყო უცნაური, რომ რამე წარმოგედგინა ეგ პრემიალური, ეს ტერიტორია ძალიან განვითარდება. ამაში კიდევ გვეხმარება ის, რომ ბოლო წლებში კრწანისი ძალიან განვითარდა. თუ ადრე კრწანისი არ იყო ეგეთი მოთხოვნა და უფრო კრწანისი ორთაჭალა, უფრო ეკონომ კლასია. დღეს კრწანიში ძალიან პრემიალური პროექტები შენდება, კიდევ დიდი ინვესტიცია ჩაიდო ქართული კომპანიის მიერ, გორგასის ქუჩაზე და მანდ შენდება უზარმაზარი ბიზნეს ცენტრი და ასევე საცხოვრებელი კომპლექსი და ეგეც კიდევ განავითარებს და უკვე გამოდის, რომ ეს ერთგვარი გაგრძელება არის კრწანისის შემდეგ რა ხდება, ახალი პრემიალური მიმართულება, ოღონდ ეს არის უკვე ულტრა პრემიალური. აი, როგორც ახსენეთ ჩვენი პარტნიორობა დუბაიში კომპანიასთან, ისინი ძალიან აქტიურად მუშაობენ MR-თან და ყოველთვის რასაც ჩემი დუბაის პარტნიორი მეუბნება არის ის, რომ ვიქტორია, MR-ი არის გარანტირებული ინვესტიცია. თუ ჩვენ ბევრ სხვა დეველოპერზე ამას ვერ ვამბობთ და ზოგზე ვამბობთ, ზოგზე არა, ზოგის პროექტზე ვამბობთ, ზოგისაზე არა, MR-ზე ყოველთვის ვამბობთ, რომ
კი ყველაზე ძვირია, ანუ დუბაის დეველოპერებიდან, რომელიც ძალიან ბევრია, ემარი არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირი, თუ არა ყველაზე ძვირი, კი ასეაო, მაგრამ ყოველთვის გარანტირებული ინვესტიციაა და ჩვენს კლიენტებს ამას ვეუბნებით ხოლმე და ეს კიდევ უფრო კარგ შეგრძნებებს მიქმნის, კარგ პოტენციალს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. თუმცა ქართულ დეველოპერებზე ეს როგორი მოქმედებს და საქართველოს მოსახლეობაზე ეს როგორი მოქმედებს? მაგრამ ორი სიტყვით ეგეც გითხარით თავს. კი ბატონო. ანუ მოვდინიერს ის რომ აი ჩემი მომხმარებლები მირეკავენ ხოლმე ინვესტორები და მეუბნებიან რომ აი ემარი რომ შემოვა, რა აზრი აქვს რომ ინვესტიცია გავაკეთო, ხო ძალიან ძვირი იქნება და რამდენად მომიტანს იმ მოგებას. მე ვეუბნები რომ რა თქმა უნდა მე ამაზე ცალსახა პასუხს ვერ გაგცემ, იმიტომ რომ საქართველოა და იმიტომ რომ აქ არასდროს არ გქონია მსგავსი დონის პროექტი, რომ რამეს დავეყრდნოთ, თუმცა ცალსახად შემიძლია გითხრა რომ დუბაიში ემარი რამდენიმე საათში ყიდის მთლიან პროექტს და ყოველთვის ყველა მისი ინვესტორი იმდენად ენდობა რომ არც კი ჩადის დუბაიში ის იყიდულობს პროექტს. მე დარწმუნებული ვარ რომ ემარი როდესაც დაიწყებს გაყიდვებს, მისი ძირითადი გაყიდვები იქნება მისი უკვე არსებული მომხმარებლების მიერ, რადგან მათთვის ეს იქნება 3-ჯერ, 4-ჯერ, 5-ჯერ უფრო იაფი ემარი, იგივე ხარისხი, რა თქმა უნდა, და მეორეს მხრივ საქართველოს მოსახლეობისთვის ეს პრობლემებს შექმნის ნაწილობრივ, იმიტომ რომ შესაძლებლობა არ ექნებათ რომ ინვესტიცია განახორციელოს, რა თქმა უნდა 2%-ს ექნება, მაგრამ უფრო მოკლევადი ამ პერსპექტივაში, თორე გრძელვადი ამ პერსპექტივაში ამ ყველაფერს უკვე ბაზარი და რა თქმა უნდა, მაგრამ მოკლევადი ამ პერსპექტივაში საქართველოს ბაზრისთვის ეს იქნება შოკი. თუმცა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შემოსავალი ერთსულ მოსახლეზე ან ძალიან შორს არის ემარის ფასებისგან, ასე ვარაუდობთ, მაგრამ მომავალში ნელ-ნელა ეს ყველაფერი დარეგულირდება, ეს ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკაზეც მოახდენს გავლენას ცალსახად და ვიმედოვნებთ, რომ ამ ჭრილშიც ჩვენი ქვეყანა განვითარდება ამის დახმარებით. ძალიან დიდი მადლობა ჩვენც ვრჩებით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის და ეკონომიკა რა თქმა უნდა შედგება ბიზნესისგან და დღეგეს გადამხდელი საწარმოებისგან და ჩვენ რა თქმა უნდა სრულ თანხმედრაში ვართ ამ პათოსთან, ვეხმარებით განვითარებას და სრულად ხარს უჭერთ. ძალიან პოზიტიურად ჩამოაყალიბა ვიქტორიამ სამშენებლო დარგის мотиваციები და პერსპექტივები, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით. შევახსენებთ მაყურებელს, რომ ვიქტორია საკუროვა იყო ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარი.